მოგესალმებით. დღეს ვეცნობით ჯორდან პიტერსონის შეხედულებებს. ხო, კონკრეტულად პიროვნულ ზრდაზე, სიმართლეზე? ზუსტად. და სირთულეების გადალახვაზე. ჩვენი წყაროა მისი ერთი ვრცელი ინტერვიუ. საინტერესო ინტერვიუა, ბევრი რამის თქმა შეიძლება. და ვეცდებით აქედან თქვენთვის ყველაზე, საინტერესო და პრაქტიკული აზრები გამოვყოთ. კი ბატონო. ანუ, ჩვენი ამოცანა რა არის? გავერკვეთ, რას ნიშნავს იყო აუთენტური და არა უბრალოდ, როლის მოთამაშე, როგორც პიტერსონი ამბობს. და როგორ შეიძლება დავიწყოთ რეალური გაუმჯობესება, ხო? თუნდაც პატარა ნაბიჯებით? კი. და კიდევ ეს თემა ბრძოლა, სირთულე, რა როლი აქვს ამას ბედნიერებასთან შედარებით მისი აზრით? კარგი, საინტერესო კითხვებია. დავიწყოთ. მაშასე, პირველი ჭეშმარიტება პერსონის წინააღმდეგ. პიტერსონი აქ ამ ინტერვიუში ხაზს უსვამს ამ განსხვავებას. პერსონა, ანუ ნიღაბი. რომელსაც ხშირად ვირგებთ, ხო? სხვებს რომ მოვეწონოთ? ხო. და ამის საპირისპიროდ საკუთარი სიმართლით ცხოვრება. ის იუნგის იდეასაც იშველიებს, რომ პერსონა, გარკვეულწილად საჭიროა სოციუმში. კი, აუცილებელიცაა ალბათ ადაპტაციისთვის, მაგრამ სახიფათო ხდება თუ მთლიანად ჩაანაცვლებს ჩვენს ნამდვილ მეს. პინოქიოს ანალოგიაც მოჰყავს, გახსოვთ? კი. ვინ გვიჭერს ძაფებზე, როცა საკუთარ თავს არ ვართ? ზუსტად. აი აქ მნიშვნელოვანი ისაა, რასაც პიტერსონი ამბობს, რომ ეს პერსონა ხელს გვიშლის ნამდვილი კავშირის დამყარებაში. ანუ შეიძლება გარემოს მოერგო, მაგრამ იზოლირებული ხდები. ნიღაბს მიღმა იმალები და რეალურ მეს არავინ ხედავს. გასაგებია. და აქ ჩნდება კითხვა თქვენთვის. რამდენად ხშირად ცდილობთ იყოთ ის, ვინც გონიათ სხვას უნდათ? და არა ის, ვინც რეალურად ხართ. ხო, ხომ არ გიშლით ეს ხელს, უფრო ღრმა ურთიერთობებში? კი ბატონო, მაგრამ იმ ინტერვიუშივე ამბობს, რომ სულ მოშორება ამ პერსონის არც შეიძლება და არც არის კარგი. არა, რა თქმა უნდა, სოციალური ნორმები, ეტიკეტი, ეს საჭიროა. ანუ აქცენტი იმაზეა, რომ პერსონა არ უნდა გახდეს შენი იდენტობის შემცვლელი. როცა უკვე საკუთარ აზრებს და გრძნობებს მალავ ან უგულებელყოფ, მან დიწყება პრობლემა. ბალანსია მთავარი, ესე იგი. ზუსტად. იყო სოციალურად ადეკვატური, მაგრამ შეგეძლო სიმართლის თქმაც, როცა საჭიროა. არ დაკარგო საკუთარი თავი. გასაგებია. კარგით, გადავიდეთ მეორე თემაზე, რომელიც ძალიან პრაქტიკულია. საკუთარ ნაკლავანებებთან შეხვედრა და რაც მთავარია მოქმედება. პიტერსონი გვთავაზობს ერთგვარ სავარჯიშოს, ხომ? დაჯექი და კითხე შენს თავს გულწრფელად. რა არის ერთი რამ, რასაც ვაკეთებ არასწორად? ვიცი, რომ არასწორად ვაკეთებ, შემეძლო გამომესწორებინა. და ნამდვილად რომ მინდოდეს გამოვასწორებდი. პასუხი შეიძლება არასასიამოვნო იყოსო ამბობს, მაგრამ სწორედ ეს უნდა მოისმინო. კი და ეს მიდგომა არ ხას უსვამს პატარა კონკრეტული ნაბიჯების ძალას. მიწაზე დაშვებული ნაბიჯები. არა, აბსტრაქტული მიზნები, როგორიცაა გავხდე უკეთესი. არა. დაიწყე იმით, რისი კონტროლით შეგიძლია. თუდაც, ოთახის დალაგება ახსენა. ეგ ცნობილი მაგალითია. ინტერვიუში ამბობს, ღმერთს ვერ იპოვი თუ საკმარისად დაბლა არ დაიხრებიო. ამას გულისხმობს, კარიერულ მაგალითსაც განიხილავს. სამსახურზე რო ამბობს, თუ დაუფასებლად გრძნობ თავს? ხო, წუწუნს აზრი არ აქვს, ქმედება ასაჭერო. CV გაასწორე, შენი სუსტი წერდილები ნახე, გამოასწორე. ალტერნატივები ეძებე. კი, რომ მერე დამსაქმებელთან ძლიერი პოზიციიდან ისაუბრო. საინტერესოა, რომ ამ პატარა ნაბიჯებს უკავშირებს არა მარტო პრაქტიკულ შედეგს, არამედ ფსიქოლოგიურ მდგრადობასაც. ზუსტად. ანუ, რაღაცას რომ გამოასწორებ, თუნდაც პატარას, ეს გაძლევს ძალას, რწმენას, რომ მეცაც შეძლებ. კი. და ეს მიგვიყვანს მესამე თემასთან. ბრძოლა, აზრი და ბედნიერება. ხო, აქ ცოტა კონტრასტული იდეა აქვს. ამბობს, რომ ბედნიერებისკენ პირდაპირ სწრაფვა არ არის მთავარი მიზანი. კი, ჩვენ აღმართზე ასასვლელად ვართ შექმნილებიო, ასე ამბობს. ღირებულება და აზრი სწორედ სირთულეების დაძლევაშია. მნიშვნელოვანი მიზნისკენ სწრაფვაში. და არა მუდმივ კომფორტში ან სიამოვნებაში. ანუ პროცესია მთავარი და არა მაინც და მაინც საბოლოო შედეგი, ხო? დიახ, შეიძლება ასეც ითქვას. ახსენებს იმ ოქროს მედლის დეპრესიას. კი, სპორტსმენებზე. მიზანს რომ მიაღწევენ და მერე სიწარიელეს გზნობენ. ხო, თითქოს აღმართი რომ თავდრება, მოტივაციაც ხრება. ამ ლოგიკით ბედნიერება უფრო, სასიამოვნო გვერდითი ეფექტია. ან მოულოდნელი საჩუქარი გზაზე. კი, მაგრამ არა თვითმიზანი. მთავარია მუდმივი მოძრაობა რაღაც ღირებულისკენ.
ესაა ცხოვრების თავგადასავალი. და არა უბრალოდ კომფორტულად მოკალათება ბოლო წერტილში. ზუსტად. მაშასე, მოდი შევაჯამოთ თქვენთვის რა გამოუკვეთეთ ამ ინტერვიუდან. პირველი, პიტერსონის აზრით სიმართლე თუნდაც მტკივნეული არის ავთენტური ცხოვრების საფუძველი. ხო. მეორე. პიროვნული ზრდა იწყება არა დიდი გეგმებით, არამედ კონკრეტული ნაკლების აღიარებით და მცირე რეალური ნაბიჯებით. თუნდაც ოთახის დალაგებით. თუნდაც. და მესამე, ცხოვრების აზრი და კმაყოფილება ხშირად უფრო სირთულეების დაძლევაშია, ვიდრე პირდაპირ ბედნიერების ძიებაში. ეს უფრო მნიშვნელოვანი მიზნისკენ სწრაფვის პროცესია. კი. და ბოლოს ერთი კითხვა თქვენთვის, დასაფიქრებლად, რომელიც ამ ყველაფერს ეხმიანება. აბა? რა მოხდებოდა, თუ თქვენს ცხოვრებაში, ურთიერთობებში, საქმეში ერთგულებას გამოუცხადებდით სიმართლის თქმას და მის მიხედვით მოქმედებას. შედეგების შიშის გარეშე, ანუ. არა იმისთვის, რომ ვინმეს ასიამოვნო. არა, უბრალოდ იმიტომ, რომ ეს სიმართლეა. რა სახის ცვლილებები, რა ახალი თავგადასავალი შეიძლება დაიწყოს თქვენთვის ამ ერთი თუმცა რთული პრინციპის ერთგულებით. საინტერესო კითხვაა ნამდვილად დასაფიქრებლად.